პერიოდში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ის, რომ პოლიტიკური რეკლამის ფასი გაიზარდა გაცილებით უფრო, ანუ 10-ჯერ უფრო მეტად ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამის. და რაც ეს აისახა კიდევაც ვენეციის დასკვნაში, ის რომ ნაკლებად შემოსავლიან პარტიებს არა თანაბარ პოზიციაში აყენებდა ეს. როგორ შეიძლება ამის დარეგულირება ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ხა ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული, თუმცა შესაძლებელია რაღაცა კონკრეტული ზღვარი განისაზღვროს პოლიტიკური რეკლამის წინასაარჩევნო პერიოდის საქმიანობას, მედია საქმიანობა იქნება თუ სხვა სახელმწიფო უწყების საქმიანობას ყოველთვის არეგულირებს არჩევნებთან მიმართებაში საარჩევნო კოდექსი შესაბამისად. ბეჭდვის მედიასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსი არეგულირებს, რეკლამა ალბათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო კოდექსმა უნდა დაარეგულიროს, რა თქმა უნდა. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად თვითონ მედია წარმომადგენლებთან შეთანხმებით და მათთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე 2009 წელს მივიღე მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიაში გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებზე და რამდენადაც იქ რა თქმა უნდა შევხვდი მედია წარმომადგენლებს და იქ ფასი პოლიტიკური რეკლამის არ გაზრდილა წინასაარჩევნო პერიოდში. პრობლემა კი თავისთავად იყო ის, რომ ტარიფები გაიზარდა, მაგრამ ხელმისაწვდომობა ჰქონდა ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელსაც შეეძლო რომ ეს ტარიფი გადაეხადა. გარდა ამისა, უფასო პოლიტიკური რეკლამა ასევე ხელმისაწვდომი იყო ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. პრობლემა იყო შემდგომ, ანუ პრობლემა არ იყო ამ ნაწილში, პრობლემა იყო იმ ნაწილში და რაზეც ასევე უთოოდირის დასკვნები საუბრობენ ძალიან ცალსახად, რომ არ იყო აშკარა გამყოფი პარტიასა და თვითონ ხელისუფლებას შორის. ანუ რეალურად თუკი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები ჩანდნენ მხოლოდ რეკლამებში, ამ შემთხვევაში სახელისუფლებო საარჩევნო სუბიექტები ჩანდნენ ასევე იმ სიუჟეტებში, სადაც მაგალითად იხსნებოდა სკვერი და ისინი დამატებით ამ სკვერის გახსნას ესწრებოდნენ. ხო, ეს იყო რეალურად ეს კეთდებოდა რომელიღაცა ნებისმიერი სახელისუფლებო უწყების მიერ, იმიტომ რომ მათ მოაწყვეს სკვერი ან გახსნეს რაღაცა საბავშვო ბაღი და ასე შემდეგ და აი ამ ღონისძიებას ესწრებოდა ასევე საარჩევნო სუბიექტი. აი ეს იყო ეს არის რეალურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელზეც არა მარტო ჩვენ, არამედ ბევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ, სადაც ცალსახად არ ჩანს სად არის ის გამყოფი პარტიასა და ხელისუფლებას შორის და ეს იყო, როდესაც ის პრობლემა, როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები უფრო მეტად ჩანდნენ და უფრო მეტად პოზიტიური ტონით ჩანდნენ ტელევიზიაში, ვიდრე ოპოზიციური კანდიდატები, საარჩევნო სუბიექტები ამ შემთხვევაში. და ეს ნამდვილად აყენებდა მათ და აყენებს მათ არათანაბარ პირობებში.